მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დიდი ხანია ერთმანეთს არ შეხვედრილვართ. იმედი მაქვს უკვე მადლობა გადაუხადეთ უფალს თქვენს ცხოვრებაში ახალი დღისთვის. რადგან ის შეიძლება არ დამდგარიყო. ოდესღაც ეს მოხდება. მე ნამდვილად არ ვიცი მომავალში რა მოხდება და რა ელის ადამიანს სამყაროში. თუმცა აუცილებლად რაღაც კარგი, რადგან ღმერთი სიყვარულია. თუ ის გიყვართ, მაშინ სიყვარული ორმხრივია. და თუ ის ორმხრივია, მხოლოდ კარგის მოლოდინი უნდა გქონდეთ. მთავარია გჯეროდეთ, გქონდეთ იმედი, გიყვარდეთ, გეშინოდეთ. ჩემთვის ეს არის საყრდენი. იცით, ცხოვრებაში იმდენი სიტუაცია გამომიცდია, როცა ცუდი რაღაცები ხდებოდა, დავთვლიდი რომ გამოსავალი არ არსებობდა. თუმცა საბოლოოდ ცუდი კარგ დასასრულად გადაიქცეოდა. მაგალითად მე ვიყავი უნივერსიტეტის პრორექტორი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სასწავლებლის, კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის. სტუდენტთა რაოდენობით საბჭოთა კავშირში ეს მესამე იყო. და ერთ დღეს იყო ერთი კარგი კაცი, აკადემიკოსი სკოპენკო, ღმერთმა ნათელში ამყოფოს. ის იყო უნივერსიტეტის რექტორი და ვიღაცა მენა მიუტანა თითქოს ჩერნოვეცკი მასზე თქვა რომ ის სულელია. სულელი ეს ადამიანი არ იყო და ასეთ რამეს არასოდეს ვიტყოდი, იმიტომ რომ მისი წყალობით მივიღე თანამდებობა და კარგი ურთიერთობა მაკავშირებდა მასთან. რა უნდა გამეკეთებინა? იქ ხელფასი უზარმაზარი იყო, ვალები გავისტუმრე. მერე კი შემოვლითი გზით ხან ერთი უფროსი მოვიდოდა, ხან მეორე. მეუბნებოდნენ, განცხადება უნდა დაწერო. რექტორს არ უნდიხარ. კარგი, სხვა რა გზაა. მე ამაყი ადამიანი გახლავართ. ამიტომაც საქართველოს მოქალაქე ვარ. საქართველოში ხომ მხოლოდ ამაყი ხალხი ცხოვრობს. ავიღე და განცხადება დავწერე. მაგრამ ვთხოვე მას, ჩვენ კარგად დავშორდით. ყავით გამიმასპინძლდა, რომელიც სხვათა შორის თავად მომართვა. შემდეგ პრეზიდენტი კუჩმას ადმინისტრაციის უფროსი და უკრაინის ერთ-ერთი პირველი ადამიანი გახდა. შემდეგ პარტიას ხელმძღვანელობდა. ლიტვინი იყო ისეთი ნაძირალა, რომელსაც ღონღაძის მკვლელობა უკავშირდება. იყო ისეთი დიდი კაცი, რომელიც კუჩმას აკრიტიკებდა. იყო ისეთი მკვლელი პრეზიდენტი და მისი მოკლის ბრძანება გასცა. მოკლეს, თავი მოკვეთეს. ღმერთო, ერთი თემიდან მეორეზე გადავდივარ. რადგან დიდი გამოცდილება მაქვს. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ყოფილა. და მარტო დავრჩი. მეგობართა რაოდენობაც შემცირდა. გახდა 10-ჯერ ნაკლები მაინც. ვეღარავის მივმართავდი, ან საწავს ვიყავი. პროფესიით იურისტი ვარ. საბჭოთა პერიოდში კი იურიდიული სპეციალობა თითქმის არავის სჭირდებოდა. 90-იანი წლები ახლოვდებოდა და გადავწყვიტე გამეხსნა. იმ დროს უკვე დაშვებული იყო საწარმოების მომსახურე კომპანია. მაგრამ შეკვეთა ცოტა იყო. ბუნებრივია, ფულიც ცოტა იყო, ამიტომ მთელ ფულს ბუღალტერს ვაძლევდი. მე კი იმაზე ვცხოვრობდი, რაც მე და ჩემს მეუღლეს გადადებული გვქონდა. არა და უკვე 2 შვილი გვყავდა. სრული კოშმარი. მაგრამ რა მოხდა 1 წლის შემდეგ? დიახ, თავად მან უნივერსიტეტში კაბინეტი გამომიყო. დიახ, ისწავლე, რადგან ასე გინდა. ის ასე ერთობოდა. მოდი. და ასე მეც მოვედი. წელიწადნახევრის შემდეგ კი გავხდი მილიონერი. კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ, 5-10 წლის შემდეგ, ჩემი ქონება 100 მილიონი დოლარი იყო. შემდეგ თავად რექტორი დამიმეგობრდა. მისი პრორექტორებიც დამიახლოვდნენ. ხანდახან უნივერსიტეტს ფული სჭირდებოდა. ვეხმარებოდი, ცუდი არაფერი არ მახსოვს. მაგრამ რომელ მნიშვნელოვან საკითხზე მინდა ვისაუბრო დღეს? მანამდე გამზადებდით ამ თემისთვის. ნარკომანიისგან ბევრი უბედურება მინახავს. თითქმის 30 წლის განმავლობაში უკრაინაში ხელმძღვანელობდი ფონდს, რომელიც ეხმარებოდა მხოლოდ უპატრონოებს, რომელთა შორის ძირითადად იყვნენ ნარკომანები და ალკოჰოლიკები. ძალიან კარგად ვიცნობ ამ აუდიტორიას. და ამას წინათ ვიკიპედიაში წავიკითხე, რომ საქართველო ნარკომანთა რაოდენობით პირველ ადგილზეა.
სულ 300,000 ადამიანი. წარმოგიდგენიათ, რომ ხელაციფრებია 2 მილიონიანი ქვეყნისთვის. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ბევრი ბავშვია. სამწუხაროდ ცოტა მოხუცი დარჩა. ბევრი მათგანი სიღარიბეში იღუპება. ვისაც უპოულობთ ვეხმარებით. დაგვიკავშირდით. თუ იცით, რომ ვიღაც განსაცდელშია, ნუ აუვლით გვერდს. ამით ღმერთს აწყენინებთ, რადგან ის სიყვარულია. თუ ბავშვებსა და მოხუცებს გამოვაკლებთ, ესე იგი მოსახლეობის დაახლოებით 60% კარგ ფორმაშია. ისინი, ვინც შეიძლება გამხდარიყვნენ ბრწყინვალე მეცნიერები, პოეტები ან მხატვრები, არიან ნარკომანები. კიდევ რას ნიშნავს ეს? მაგალითად ავიღოთ მექსიკა. იქ ბავშვებს იტაცებენ. ეს ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა ჩაფლულია მაფიაში, რომელიც დაკავებულია ყველაზე ბიზნესური, მომგებიანი ბიზნესით. ან ავიღოთ ვენესუელა, სადაც ხალხს ხოცავენ. იქ მარადიული პრეზიდენტია. და ამას ვერაფერს უხერხებენ. ასეთივე იყო ფილიპინების პრეზიდენტიც, რომელიც სხვათა შორის ეს ძალიან აქტუალურია ამ თემასთან მიმართებაში. იმ დროს ფილიპინელები პირველ ადგილს იკავებდნენ ნარკოტრაფიკით. მან სამოქალაქო ჯგუფებს ნება დართო. მოეკლათ ადგილზევე ნებისმიერი ნარკომანი. და რას იწვევს ეს? იმას, რომ ნარკომანთა რაოდენობა იზრდება. ეს ასეა. რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აქედან? მხოლოდ ერთის. ამაზე მაღლა მაფია დგას. ვინ არის ეს მაფია? მაფია არის ადამიანთა ორგანიზებული ჯგუფი, რომლის ქვედაშრეში ბანდიტები, დამკვლელები შედიან. შემდეგ შუამავლები, რომლებიც მაღალ დონეზე არიან ამ მაფიაში. აქვთ სერიოზულ კაბინეტებში შესვლის შესაძლებლობა. კაბინეტებში და შესაბამისად თავად ხელმძღვანელთან. ვინ არის ეს ხელმძღვანელი? ნუ თუ ხელისუფლებაში არავის არასდროს გაუხსნია ვიკიპედია და არ უნახავს, რომ იყო დრო, როცა საბჭოთა კავშირში ხორბლის ერთი თავთავის გამო ადამიანს ცხრილავდნენ. მერე ქურდობისა და სხვა რამისთვის სასჯელს ზრდიდნენ. მაგრამ ქურდობათა რაოდენობა იზრდებოდა. ანუ რაოდენობრივად ნაკლები ხდებოდა, რადგან ვიღაცის გასაძარცვად წასულმა იცოდა, რომ ამისთვის მოკლავდნენ, ჩამოახჩობდნენ, დახვრეტენ. სამაგიეროდ ბიზნესი ხელმძღვანელის გარეშე არ რჩებოდა. ორგანიზებულმა ჯგუფებმა ისე მოაწყვეს ყველაფერი, რომ იპარავდნენ მეტს, რადგან იცოდნენ, რაზეც მიდიოდნენ. გამოსავალი რა იყო? სასჯელი შეამცირეს. გაიზარდა დანაშაულთა რიცხვი, მაგრამ მთლიანობაში გაცილებით ნაკლები გახდა. და ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტში გაცილებით მეტი იყო ბებია ბაბუისთვის, მოხუცებისთვის, უპატრონო ბავშვებისთვის და ასე შემდეგ. მაფიას მივაქცია ყურადღება. მასთან პრობლემის მოგვარება. ეს ხელისუფლების პრობლემაა. და რიგითი ხალხის პრობლემები, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში მოქმედებს მაფია, რომელმაც მსოფლიო რუკაზე თითქმის შეუმჩნეველი პატარა ქვეყანა გაიყვანა პირველ ადგილზე. არა ამერიკის შეერთებული შტატები, არა ინგლისი, ნარკოტიკების მოხმარებაში. ხოლო მეორე პირველი ადგილი, საპატიო ადგილი, არის ნარკოტიკების ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით. არ მახსოვს, აზიის ქვეყნებისა თუ ევროპისკენ, მაგრამ პირველი ადგილი რა სირცხვილია. და ნუ თუ მართლა გაუგებარია, რომ
ამას ვიღაც უმაღლეს დონეზე აკეთებს. და ამით შეულობს ფულს. ნარკოტიკებით აკეთებენ ფულს. რამდენი ჰქონდა მედელინს კოლუმბიაში? მილიარდი. მას ჰქონდა უზარმაზარი. და იანუკოვიჩსაც მსგავსი ჰქონდა. რატომღაც ბანდიტები ფლობენ თელ ზოოპარკებს? ასეთი ამბებია. ეს დასაფიქრებელია. არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარის ან ვინმე სხვის საქმეა. ეს ყველა ადამიანის საქმეა, ვინც საქართველოში ცხოვრობს. იფიქრეთ ამაზე. და აუცილებლად მოითხოვეთ პარტიებისგან, რომლებსაც სურთ ქვეყანაში წამყვანი პოზიციების დაკავება, რომ ეს პუნქტები გაითვალისწინონ თავიანთ პროგრამებში. იმიტომ რომ ქვეყანას ვარცხვენთ. მე კი საქართველოს მოქალაქე ვარ 2012 წლიდან. სხვათა შორის, ეს გამიზნულად გაკეთდა. რა თქმა უნდა ასეა. საქართველოში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არ არის ნორმალური საბაჟო კონტროლი. ის ფაქტობრივად არ არსებობს. მიდი, შემოიტანე ძვირფასო. მაგრამ თუ არ შეუთანხმდი, მაშინ ციხეში ამოყოფ თავს. ერთხელ ჩამოვედი წამლით, რომელიც ფსიქოტროპულ ნივთიერებებს შეიცავდა. მე მათ ვიღებ უკვე 20 ან 30 წელია. ჩემს ასაკში ბევრი სხვადასხვა წამალი მაქვს. ჩვეულების ამებრ დასამალი არაფერი მქონდა. ეს წამლები ჩანთაში შევინახე და კინაღამ დამაკავეს. რა თქმა უნდა, არ სურდათ ჩემი დაკავება, მათ რაღაც სხვა მიზანი ჰქონდათ. რა? თავად დაფიქრდით. მე კი უკვე დამავიწყდა და აღარც გამახსენდება. მახსოვს მხოლოდ, რომ 4 თვე ვიცხოვრე წამლების გარეშე. ქვეყნიდან არ მიშვებდნენ. სანამ არ წავიდოდი, ფეხებში არ ჩავუვარდებოდი და არ უთხოვდი, ნუ მომკლავთ, არ მომკლათ. რადგან ტკივილ გამაყუჩებლებისგან, რომლებმაც არ მიშველა. და ეს თირკმელებს უკავშირდება. დიდი პრობლემები დამეწყო. ეს წამლები თირკმელებს მინადგურებდა. და კიდევ ერთი თვე საქართველოში რომ დავეტოვებინე, ნამდვილად ბოლოს მომიღებდნენ. არ ვიცი, მათთვის ალბათ ეს უკეთესიც იქნებოდა, რადგან დღეს განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ვართ. ჩვენ ვაჩვენებთ რა ხდება რეალურად საქართველოში. რა პრობლემებია? გაჭირვებული ხალხი, დანგრეული სახლები, შიშველი, ფეხშიშველი ბავშვები, ძაღლებივით სიღარიბეში მომაკვდავი მოხუცები, უფალო მაპატიე. აი ეს არის ჩემი დღევანდელი გამოსვლა. ხვალ კი იმედია კიდევ იქნება. და არ დაგავიწყდეთ ამ საღამოს დაურეკოთ თქვენს მშობლებს. ეს მნიშვნელოვანია. მათ თქვენი ხმა ენატრებათ. მდიდარი ხართ თუ ღარიბი, არ აქვს მნიშვნელობა. ღმერთი გვაძლევს მშობლებს. და როდესაც ის შეხვდა მოსეს სინას მთაზე, ყველა ერის უდიდეს ბრძენს, იმ დროს მგონი არც იყო დაყოფა ებრაელებად და არა ებრაელებად. ღმერთმა უთხრა მას ყველასთვის. პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა. დიახ, პატივი ეცით, თორემ ღმერთისთვის არ იარსებებთ. ყველას ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს. ყველა მიყვარს და ძალიან გთხოვთ, თუ გაქვთ შესაძლებლობა გაარკვიოთ, რომ სადმე ვინმე განსაცდელშია, ხალხი გვიკავშირდება. კვირაში 100 მიმართვას ვიღებთ. ამ დროისთვის ეს საკმარისია. მაგრამ თუ იცით, რომ ვიღაც ნეულებით კვდება, ჯანდაცვის სამინისტროს კი მისი ბედი არ აინტერესებს და ფულს არ გამოყოფს, რათა ის გაემგზავროს. ან თუ იცით, რომ სადღაც სახლი დაიწვა, ან ბავშვები ნაგვის ურნაში დარბიან, რადგან არც სათამაშოები აქვთ და არც საკვების ფული. დაგვიკავშირდით, დარეკეთ. ამით თქვენ გააკეთებთ იმას, რასაც ის მოელის თქვენგან.
და მას უყვარხართ. არავინ შეგიყვარებთ ღმერთზე მეტად. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.